ჩვენ თვითმფრინავის ავარიის ადგილის ზუსტად რუკებზე ვიპოვეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ ადგილზე გვენახა, მაგრამ ერთი უცნაური რამ არის. ამ თვითმფრინავზე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ეს რეისი დაურეგისტრირებელი იყო. ამიტომ არ გვაქვს წარმოდგენა თვითმფრინავის წარმოშობისა და დანიშნულების პუნქტის შესახებ. ეს თვითმფრინავი დიდ ტბასთან ახლოს ჩამოვარდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მაგნიტური თევზაობის აღჭურვილობა წამომეღო, რომ ეს საიდუმლო გამერკვია. ვეცდებით გავიგოთ, ვის ეკუთვნოდა ეს თვითმფრინავი. რომელი ნაწილები ამ რეაქტიული თვითმფრინავის ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა და რა საიდუმლოებებს ატარებს ეს თვითმფრინავი და იმედი მაქვს, ამას არ ვინანებთ. უბრალოდ შეხედეთ, ეს ყველა ნაწილი ნამდვილად ამ გატეხილი თვითმფრინავის ნაწილია. ის პირდაპირ ციდან აქ ჩამოვარდა. შეიძლება ეს ადრე კონტრაბანდისტების თვითმფრინავი იყო. შეიძლება კონტრაბანდისტები რაღაც არალეგალურს ატარებდნენ იმ თვითმფრინავში. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც იყო ის დაურეგისტრირებელი. ასე რომ, ეს უბრალოდ პატარა თვითმფრინავი არ იყო. ეს ნამდვილი რეაქტიული თვითმფრინავი იყო. იმიტომ რომ აქ მიწაზე უზარმაზარი ძრავია დაგდებული. აქ არის კუდიც. აქ არის ფრთების რამდენიმე ნაწილი, მაგრამ გონია რომ მათი უმეტესობა წყლის ქვეშაა, იმ ტბის შიგნით. გონია მაგნიტით თევზაობას სწორედ იქ დავიწყებთ. მოიცადე. ვინ არის ეს? დაწექი დაბლა. მანქანიდან ორი ბიჭი გამოდის. ვინ არიან ისინი? ერთ-ერთს ნიღაბი უკეთია და ტბისკენ მიდიან. ისინი მიდიან იმ ტბასთან, სადაც მე ვაპირებდი მაგნიტით თევზაობას. მაგრამ რა თუ ისინი იმ დანაშაულის ადგილთან არიან დაკავშირებული? ჰეი, შეხედე. აი ისინი არიან. იმ ბიჭებს ტბაზე რაღაცის გაკეთება აქვთ დაგეგმილი. როგორც ჩანს, რაღაცის მოძებნას ცდილობენ. შეიძლება ისინი ძვირფას რამეს ეძებენ, მაგრამ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ. ასე რომ შეიძლება ჩვენ ვეძებოთ და ვიპოვოთ. ამ ბიჭებს არ გამოსდით ნამდვილად. შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე წყლიდან ვერაფერს ამოირებ. დაწექით ბიჭებო. სადღაც მიდიან, მანქანასთან ბრუნდებიან. შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით სურთ ძებებნა, რადგან ის ტბა დიდია. დიახ. ისინი მიდიან, ბიჭებო, ეს ჩვენი შანსია მაგნიტით თევზაობა ზუსტად იმ ადგილას ჩავატაროთ. იმედია მათ ჩემი პიკაპი აქ არ დაუნახავთ. მანქანა იმ დღეში გავაჩერე. ეხლა შემიძლია ავიღო ჩემი აღჭურვილობა და დავიწყო მაგნიტით თევზაობა. ეს ბიჭები ზუსტად აქ იდგნენ, ხომ ასეა? ეხლა მაგნიტს ჩავაგდებთ და ვნახავთ, რა ცდილობდნენ ამ ტბიდან ამოეღოთ. შეიძლება თვითმფრინავის ნაწილებია, ან შეიძლება კონტრაბანდაა. მართლა რაღაც დიდი დავიჭირეთ, მაგრამ შეხედე ამ ბუშტებს. აღმოჩენა მალე გაირკვევა. კარგი. ღმერთო ჩემო. ეს არის აკი. ეს იარაღია. რა ხდება ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ რას ვქნათ. დაურეკოთ პოლიციას თუ რა ვქნათ, ეს ნამდვილი აკია, რუსული შაშხანა. ეს იყო რაღაც კონტრაბანდისტული ან კონტრაბანდისტების თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა. მაგრამ რას ეზიდებოდა და რა იყო ავარიის მიზეზი, ეს უნდა გავარკვიოთ დღეს ჩემი გიგანტური მაგნიტის გამოყენებით. ხომ ასეა? ჩემი მაგნიტი რაღაც დიდ სიჭერს. შეიძლება ეს თვითმფრინავის ნარჩენებია, არ ვიცი. ეს არ გავს ტბას, უფრო ჭაობს გავს. ბუშტები ამოდის და ისინი რაღაც ტანსაცმელს ხედავენ. არა, ეს ჩანთაა. მოდი ვნახოთ რა არის აქ შიგნით. ჩანთის შიგნით, წყლის ქვეშ. ღმერთო ჩემო, ეს არის. ხედავ ამას. ეს როლექსია. ეს როლექსია, დაუჯერებელია. ცოტა ჭუჭყიანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ კრიმინალები ძალიან მდიდრები არიან. ისინი ამ საათით იწონებდნენ თავს. ღმერთო ჩემო, მართლა მინდა მათი ტარება. უბრალოდ შეხედე ამას. წყლის ქვეშ როლექსი ვიპოვეთ. ეს სიგიჟეა. მე განგსტერს ვგავარ, კრიმინალს ძალიან დიდარ კაცს. რას ფიქრობთ ბიჭებო? რამდენია ამ ოქროს როლექსის ფასი, მაგრამ ეხლა სცადეთ გააჩეროთ ვიდეო და დაწერეთ ამ საათის ღირებულება. და ჩემი მონტაჟისტები ნამდვილ ფასს გაჩვენებენ. თუ ახლოს იქნებოდით, თქვენს კომენტარს ლაიქს დაუსვამდი, მაგრამ დაუბრუნდეთ ჩანთას. მოდით ვნახოთ კიდევ რა არის. ღმერთო ჩემო, ეს რაღაც თეთრ ფხვნილს გავს. და თუ ეს კონტრაბანდისტებთან ან კონტრაბანდულ საქონელთან არის დაკავშირებული, ეს ნამდვილად რაღაც კრიმინალთან დაკავშირებულია. ესე იგი, ეს ნამდვილი კონტრაბანდაა. კიდევ რამე არის აქ.
კი, აქ კიდევ არის მეტი ოქრო და მეტი ბრილიანტი. ღმერთო ჩემო, ნახეთ, ეს რაღაც ნამდვილი ოქროა მგონი. უბრალოდ შემომხედეთ, ბიჭებო. განგსტერივით ვარ. ზვირადღირებული ნივთებით ვტრაბახობ. აიცით, მე გავაგზელებ მაგნიტით ძებნას, სადაც ეს ზვირადღირებული ნივთებია, ხომ ასეა? ხო. მაშ, უკვე დაახლოებით ვიცი მდებარეობა, ასე რომ აქ შეიძლება იყოს მთელი თვითმფრინავი. ვგზნობ რაღაცას ჩემს მაგნიტზე, მაგრამ სუბუქია და ადვილად ამოდის. ეს ძალიან საინტერესო არ არის, მაგრამ მაინც რაღაცაა. რაღაც ამოდის. ღმერთო ჩემო, ეს დაუჯერებელია, ბიჭებო, წყალქვეშ GoPro ვიპოვეთ. შეიძლება ეს GoPro თვითმფრინავზე იყო. იქნება ავარიის მომენტი გადაიღო და შეგვიძლია გავიგოთ ავარიის მიზეზი. მოდით, წადოთ, ჩავრთოთ. კარგი, ხსნიმას. მუშაობს. ბატარეა დაბალია, მაგრამ ხედავ რომ შეგვიძლია ვიდეოს ყურება. მოდით ბოლო ჩანაწერი ჩავრთოთ. კაცო, მე ახალ ლამბოს ვიყიდი ჩემთვის. აი. რა? ის ბიჭები, რომლებიც განგსტერებს გვანან, თვითმფრინავის ბორდზე არიან და თავს იწონებენ. ხო, გითხარი. ის ბიჭები, ის განგსტერები სულ ძვირადღირებული ნივთებით იწონებენ თავს, იმიტომ რომ კრიმინალები არიან. კარგი, ვუყუროთ კიდევ, ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ეს ფული არაფერს ნიშნავს. რამდენი ფულია, კაცო? ეი, მე ვახსენე რაღაც იმ მეტალის ხუთზე. შეიძლება იმ ორ კაცს ზუსტად ის ხუთი ეძებდა, იმიტომ რომ ბორდზე იყო და ეხლა სადღაც წყლის ქვეშაა, ხომ ასეა? მოდი ვუყუროთ. მე და ჩემი პირადი ჯეთი შენამკედლებს ანკრევ. არა, GoPro ეხლა დამჯდარია. მოდი ჩემს პიკაპთან დავდუნდეთ, კარგი? ჩავრთავ დასატენად ჩემს პიკაპში, ხომ ასეა? მაგრამ ეხლა მგონია რომ იმ კონტრაბანდისტებს უნდა გავყვეთ, რადგან სადღაც წავიდნენ. შეიძლება შევძლოთ მათი კვალზე გასვლა და უფრო საინტერესო ადგილი ვიპოვოთ ჩვენი მაგნიტური თევზაობისთვის. როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, ეს ტბა უზარმაზარია, ძალიან დიდია. ამიტომ უნდა გავყვეთ კონტრაბანდისტებს, რომ გავიგოთ სხვა ადგილები, სადაც შეიძლება რამე საინტერესო ვიპოვოთ. ჰეი, ნახე, მანქანა ვიპოვე. აი იქა. ხო, ეს მათი მანქანაა. კარგი, მოდი სადმე აქ დავმალოთ ჩვენი პიკაპი. გონი ისინი ეძებენ იმ кейს, რომელიც GoPro-ზე ვნახეთ. მაგრამ ბიჭებო, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ეს GoPro ახლა იტენება. და მერე გავიგებთ, რა იყო ავარიის მიზეზი. რა მოხდა ვიდეოს ბოლოს იმ GoPro-დან. მაგრამ ეხლა ვცადოთ დავაკვირდეთ მათ. წავედით. ორი მათგანი უკვე ჩანს. ერთ-ერთი მათგანი ბოსივით გამოიყურება, ან რაღაც მსგავსი. ხო, ისაა მთავარი. და ის თხოვს მეორე ბიჭს რაღაც გააკეთოს, მაგალითად წყალში რაღაც იპოვოს. ხო, აშკარად უკმაყოფილოა. მათ ისეთი აღჭურვილობა არ აქვთ, როგორიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ ვერ ამოიღებენ იმ ნივთს წყლიდან. და დარწმუნებული ვარ, ისინი ეძებენ იმ кейს, რომელიც ვიდეოში GoPro-ს კამერით ვნახეთ. იქ შიგნით შეიძლება იყოს რაღაც ძალიან ძვირფასი. დაწეკი, ისინი მანქანაში ბრუნდებიან. ეს ტბა ძალიან დიდია, ასე რომ ისინი ალბათ ცდილობენ რაღაც სხვა ადგილას იპოვონ. კი, ნახოთ სად მიდიან და შეიძლება ჩვენც ხოდი გავყვეთ მათ კვალს. მაგრამ მოდი შევამოთმოთ ის ადგილი, სადაც რაღაცის აღებას ცდილობდნენ. იქნებ ჩვენ გაგვიმართლოს. დავბრუნდეთ სატვირთოში. ასე რომ შეიძლება კიდევ ვიპოვოთ ისეთი ნივთები, როგორიცაა Rolex-ი და სხვა, რაც უკვე ვიპოვეთ. წავიდეთ. მათ რაღაცას ეძებდნენ სადღაც აქ. ასე ვფიქრობ. ხო, ზუსტად ასე, როგორც პირველი დრონით გავაკეთეთ. მგონი ეს თვითმფრინავია, ან მისი ნაწილები. კიდევ ერთხელ არ მიდის. გონია რომ მაგნიტი დამეჭირა. ასე რომ თელ თვითმფრინავს ვამოძრავებთ. გონია რაღაც გამოვხდე. მაგრამ მაინც მაგნიტზე რაღაც არის მიმაგრებული. ხო, ჯერ კიდევ მძიმეა. ფრთხილად ვიყოთ. ფრთხილად ვართ. ხო, ნახე, რამდენი ბუშტია. ხედავ, უკვე წყლიდან ამოდის. ვაუ, რაღაც მეტალისაა. ხო, ბიჭებო, ღმერთო, გითხარით, ეს თვითმფრინავის ნაწილია. რა ხდება? ვაუ, ეს თვითმფრინავის საკონტროლო პანელია. წარმოიდგინე, რა საშინლად იყო ეს თვითმფრინავი ნაწილებად დაშლილი. ეს წყალში დაცემის გამო მოხდა. ეს ბორდზე არსებული ელექტრონიკაა. ეს ავტოპილოტის რაღაცას გავს. მოდი ავიღოთ ეს და ვცადოთ ჩავრთოთ. წავედით. თუ როგორმე შევძლებთ მის ჩართვას, შევძლებთ გავიგოთ მანძილი. შეიძლება ფრენის საწყისი წერტილიც კი, იმიტომ რომ ეს ავტოპილოტია.
მე დენის წყარო მაქვს თან. ცხადია, ეს ჩემს პიკაპშია. ხო, ეს ბატარეა, რა თქმა უნდა. მე ელექტრონიკის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ წითელი დადებითია და შავი უარყოფითი. ჩვენ უნდა მოვაცილოთ რეზინი მავთულს და შემდეგ აქ უნდა მივაწოდოთ დენი. ნახე, ჩვენი ავტოპილოტი იტვირთება. შეგვიძლია ვნახოთ, როგორ უნდა იფრინოს ამ თვითფრინავმა. ნახე. ვაუ! და გზა გადის ფრენის აკრძალულ ზონებზე. რა ხდება? ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს იყო კონტრაბანდის გადამტანი რეისი. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ფრენის აკრძალულ ზონაში გავლენ, ვერავინ დააფიქსირებდა მათ. მაგრამ ფრენის აკრძალული ზონები ნიშნავს, რომ იქ შეიძლება იყოს სამხედრო ბაზები ან რაღაც მსგავსი. ასე რომ შეიძლება ეს თვითფრინავი უბრალოდ ჩამოაგდეს. ის სამხედრო ბაზებიდან გაშვებული რაკეტებით ააფეთქეს. მაგრამ ბიჭებო, რამდენადაც მე ვიცი იმ ადგილებში. ამ ტბასთან ახლოს საერთოდ არ არის სამხედრო ბაზა. არაფერია, რაც თვითფრინავს ააფეთქებდა. ასე რომ თვითფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. მოდი დაუბრუნდეთ მაგნიტით თევზაობას. შეიძლება თვითფრინავის კიდევ სხვა ნაწილები ვიპოვოთ, ან კიდევ რამე სხვა, რაც შეიძლება იმ კონტრაბანდისტებთან დაკავშირებული თვითფრინავის ამბავს უკავშირდებოდეს. მოდით ვნახოთ რა არის იქ, ზღვის მცენარეებში. არ ვიცი, საერთოდ არის თუ არა რამე ნაპოვნი ჩემს მაგნიტზე. არა, რაღაც არის. უი, ეს რა ჯანდაბაა? ასაფეთქედოს გავს ან რაღაც მსგავს. ღმერთო ჩემო. ბიჭებო, თუ ოდესმე სადმე ესეთ რამეს იპოვით, არასდროს შეეხოთ, ეს უკიდურესად საშიშია. ეს აშკარად კარტელს ან კონტრაბანდისტებს უკავშირდება. ვფიქრობ, კონტრაბანდისტებს უნდა გავყვეთ. ბანდიტები იმ მიმართულებით სადღაც შევიდნენ. შეიძლება იცოდნენ იმ кейსის ადგილსამყოფელი, რომელსაც ვეძებთ. აქ ბევრი კონტრაბანდული ნივთია, მაგრამ მაინც უნდა ვიპოვოთ кейსი. მოდი გავყვეთ მათ. წავედით ბიჭებო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ვიპოვოთ ისინი, იმიტომ რომ გონია რაღაც იციან. მაგრამ ისინი ვერ იპოვიან ამას. წავედით. მოდი. კიდევ უნდა გავყვეთ იმ განგსტერებს, იმ დიდი ტბის სხვა ადგილას. ისინი გზიდან გადადიან და მე მათ ვიპოვი. აი ისინი. რას აკეთებენ? ის ბიჭები. ისინი ცდილობენ წყლიდან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანის ამოღებას. მოდი დავიცადოთ, სანამ არ წავლენ. და იქნებ მერე ჩვენც ვიპოვოთ რამე მნიშვნელოვანი. რა მწვანეები არიან. ისინი სადღაც მიდიან, მე მანქანასთან მივდივარ. მოდი. ისინი სხვა მიმართულებით მიდიან. ისინი თხეში მიდიან. გონი მათ უფრო დიდი ტოტი ან რაღაც მსგავსი სჭირდებათ. ეს ჩვენი შანსია. წამოდი, ეს ჩვენი შანსია. დრო შეზღუდულია და შეიძლება შეიარაღებულებიც იყვნენ. როგორც გითხარი, მაგნიტი იქ დავტოვე, რადგან ასაფეთქებელი ვიპოვეთ, მაგრამ სათადარიგო მაქვს. და სამმაგი მაგნიტია, ზუსტად ეს გჭირდება. მოდი ბიჭებო, სანამ დაბრუნდებიან უნდა ვიჩქაროთ. ისინი რაღაცას ეძებდნენ. რაღაცა სწორედ აქ, ხომ ასეა? დიახ, ეს იყო ტოტი, რომელსაც ისინი ცდილობდნენ მიეღოთ. ასე რომ მაგნიტს ზუსტად იქ გადავაგდებ და იქნებ რამე ძალიან კარგსა და ძვირფას მივიღოთ. მაგრამ უნდა ვიჩქაროთ, სანამ ისინი დაბრუნდებიან. მოდი. იმედია თვითფრინავის ნაწილები არ იქნება, იმიტომ რომ თუ ჩემი მაგნიტი თვითფრინავს მინავს მიიზიდავს, საერთოდ ვერ ამოვიღერთ, რადგან გაიჭედება. ბუშტუკები გვაქვს, დიახ, და ჩემი მაგნიტი რაღაცას იჭერს. ის არ არის სუპერმძიმე, სინამდვილეში მძიმეა, არა სუპერმძიმე, მაგრამ ნამდვილად მძიმეა. მოიცადე, ეს რა არის? არა, ჩემი მაგნიტი გასტრიალდა, მაგრამ ავიღე. დიახ, ეს არის ის პორტფელი, ეს არის ის ჩემოდანი, რომელსაც ვეძებდით და რომელიც GoPro-ზე ვნახეთ. ხომ ასეა? ბიჭებო, ძალიან ძიმეა და გახსოვდეთ, ეხლა უნდა წავიდეთ, სანამ ისინი დაბრუნდებიან. ასე რომ, აიღეთ, დამეხმარეთ, დაიჭირე. მოდი, წავედით. დიახ, მოდი კაცო, მოდი. მოდი გავხსნათ. კარგი, მზად ხართ ბიჭებო? რომ ნახოთ რა არის იმ кейში, რომელსაც ვეძებთ.
ეს რა? ეს არის 1 2 4 4 4 ნაჭერი 4 კილოგრამიანი ოქროსი. ღმერთო ჩემო, 1 გრამი შეიძლება $1000 ღირს, მაგრამ ეს დაახლოებით 4000 გრამია. ეს არის 4 მილიონი $. დაახლოებით. ღმერთო ჩემო, და ნახე აქ იმდენი ფულია, საქაღალდეში იმდენი ფულია და მერე ჩვენ BMW-ს გასაღებიც კი გვაქვს, მაგრამ არ ვიცი სად არის მანქანა. შეიძლება ისიც წყლის ქვეშაა, მაგრამ მაინც იმდენი რამეა. ეს ნამდვილად იმსახურებს შენს მოწონებას, ასე რომ დააჭირე ახლავე. მოდი მოვუწონოთ ეს ვიდეო, რადგან ეს სიგიჟეა. ვერც კი ვიოცნებებდი ასეთ რამეზე. ამიტომ უნდა დავტოვოთ ეს ადგილი, რაც შეიძლება მალე. მაგრამ ჯერ კიდევ ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მერე უნდა წავიდეთ აქედან ახლავე. მოდით ნახოთ ვიდეო GoPro-დან. კარგი, ასე რომ ვიჩქაროთ. ჩავრთოთ ბოლო ვიდეო, რომელიც დავიწყეთ ყურება, მაგრამ არ დაგვიმთავრებია. ხო კაცო. ჩემი პირადი თვითმფრინავია. 2 კატაა შიგნით. ეკრანი. როგორ დაგავიცნდა აუზის შევსება, იდიოტო? კაპიტანი ყვირის რაღაც საწვავის წნევაზე გახსოვს? ჩვენ წნევაზე ვფიქრობდით. ასე რომ ეს იყო საწვავის წნევა. ჯანდაბა კაცო ბოდიში, მართლა ბოდიში. უნდა გავაკეთოთ ის, რაზეც შევთავაზეთ. რა ჯანდაბა, საწვავის აუზის შევსება დაავიწყდათ, რა სჭირთ ამათ? რატო რაც გულისხმობდი? არ ვიცი, შენს მაგრამ მე ღმერთო ჩემო. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის განგსტერები ცოტა სულელები არიან, არა? ვარა, ისინი დაბრუნდნენ. არა, ჩაჯექი მანქანაში. ადექი ოპერატორო, ჩაჯექი მანქანაში მელ. მოდი წავიდეთ. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ჩვენ ვიპოვეთ ის ჩანთა, რომელსაც ეძებდნენ. ეხლა ეს ყველაფერი ჩვენია. ის განგსტერები ისეთი სულელი კონტრაბანდისტები არიან. ჩვენ ბევრად ჭკვიანები და ბევრად იღბლიანები ვართ. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ყველა ძვირფასი და საინტერესო ნივთი. ხო? Yahoo! ბიჭებო, თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, ახლავე გამოიწერეთ ჩემი არხი და არ დაგავიწყდეთ მოწონება, გთხოვთ. მე მაქვს ოცნება, რომ 5 მილიონი გამომწერამდე მივაღწიო და თქვენი გამოწერა საუკეთესო მხარდაჭერაა. მე კიდევ უფრო მეტ თავგადასავალს მოგიტანთ. თქვენ კიდევ უფრო მეტ გამომწერს მომიყვანთ. ჩემი სახელია Slavs Adventures. ნახვამდის.